ამბავი დამხვდა ეგრევე. ასეთი უცნაური ამბავი დამხდა, რა ვიცი, მე მიმართება ხოლმე. ტაქსის ზღოლი შემხვდა, ჩამოვედი თუ არა, გაოგნებული, ვერ დაძრა 1-2 წუთი და ხო და არო ისეთი შეშინებული ვარო და აიყო მეთქი და რადიო მაესტროს უსმენდიო და მომადგა ისა რა ქვია. ჯიპით 4 თანამშრომელი იმისი რა ქვია. სოდის თუ რა ვიცი, რეებს მოიგონები ხოლმე და ისე დამემუქრენ. კაცი იყო ის გაოგნებული და ასეთი რამე რომ რადიოს მოსმენას უსმენდა ადამიანს. ბავშვობის მე, აი საბჭოთა ბავშვობის მე არც გამიგია, მამა ჩემი ცხონებული ამერიკის ხმას ხო ჩუმად რომ ახშობდნენ ხო. იმის მე ასეთი პრაქტიკა არ მქონია და აი გაოგნებული ვარ და ეხა ამას ხო ნამდვილად გონია რომ ის ტიპები, ანუ ის ვინც ამ ტაქსის ზღოლს დაემუქრენ თავის ინიციატივა მეტიჩრობენ, უბრალოდ ეხლა ამჯერა რომ ეს დაავალეს რომ აი იქნებ აღმოაჩინოთ თბილისში ვინ რას უსმენს რომ რა ქვია, არასასურველ ხმებს რომ ჩავახშოთ და ნუ ალბათ ini თავის მეტიჩრობა, მაგრამ ისე მაგათი იუმორი იყო ესეთი. არა, ძალიან ცუდი იუმორი, ეს თუ იუმორია, იმიტომ რომ მათ ვინც ხელფასებს უხდიან ჩვენი ფულიდან, ხო იცი, ჩვენი ნებისმიერ საქართველოს მოქალაქე თავის შემოსავლებს იხდის რომ შევინახოთ სახელმწიფო მოხელეები და მე სულ არ მინდა რომ ეხლა ასეთი ცუდი ასეთი იდიოტი მოხდეს. ასეთი იდიოტს არ მინდა რომ გადაუხადა ფული, კარგ პოლიციას გადაუხდი. და დებილებს ვერ გადაუხდი ჩემი წიგნებიდან, იმიტომ რომ ძალიან დიდი პროცენტს მაჭერენ სხვადასხვა. მაგას ვიზახი რომ ეს აი ხო საოცრები ხა ასეთ ცუდი ამბით მომიწია დაწყება, მაგრამ რა ქვია, უარ მეთქვა, შოქში ვიყავი 2 დღე. არ შეიძლება შენთვის ნერვიულობა და გადავიდეთ კარგ ამბებს. მაინც ამას მე შემხვდა ასე. აი გაჩერდი ხო.